გამარჯობათ მედანეებო, დღეს განსახილველად წარმოგიდგენთ Made in USA ცნობილი მედანე ოსტატი თითქმის 30 წლიანი გამოცდილებით რიკ ჰინდერერი მოდელი XM24 დღესდღეობით ეს მოდელი XM24 სპეციფიური Warncliffe სტილის ფოლადით საკმაოდ პოპულარულია სკინი, თხელი ფოლადი არის ამ დანაზე ზოგადი მახასიათებლები ამ დანის გაშლილი 23.3 სანტიმეტრი ფოლადის სიგრძე 10.2 სანტიმეტრი და ეს არის Warncliffe სტილის S45 ვიენი ფოლადი ჩამკეტი მექანიზმი frame lock-ი ჩარჩოთი გვაქვს ტიტანიუმის სახელურები საერთო წონა ამ დანაზეა 200 გრამი და მექანიზმი არის tri-way pivot სისტემა, სამმაგი pivot სისტემა, ანუ დანა არის საკისრებზე ამჟამად და შეიძლება მისი გადაწყობა შაიბებზე, ანუ ეგრეთ წოდებულ შაიბებზე, ანუ ცალიფყურებზე, გინდ ტეფლონი, გინდ ბრინჯაოსი. ჩვენ ამ დანაზე დავაყენეთ, როგორც წინა ვიდეოებში ჰინდერერის დანაზე Skip workshop-ის მაღალხარისხიანი კერამიკული საკისრები ბრინჯაოს ჩარჩოში, რომელშიც თუ არ ვცდებით 13 კერამიკული ბურთულა, ასე ვთქვათ და მოძრაობაც მექანიზმით საკმაოდ კარგი აქვს. აქედან რეგულირდება პივოტიდან თუ როგორ გვინდა, როგორი სისწრაფით იკეცებოდეს დანა, ეს ასე ვთქვათ, ჩემ გემოზე მყავს დაყენებული. ახლა შეიძლება ამის დაშვება ისე, რომ როგორც კი ჩარჩოს გადმოწევ მარცხნივ, თავისივე წონით ჩაჯდება დანა. და ეს ყველაფერი პირადი გემოვნების ამბავია. რიკ ჰინდერერის ერთ-ერთი უპირატესობა, როგორც ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ბიზნესმენი, ლეგოს პრინციპით აქვს დანები გაკეთებული, ანუ აბსოლუტურად ყველა ნაწილი ეცვლება კლიპსა, ყველა ჭანჭიკი, ყველა ბოლტი და შეიძლება ანოდიზირებული სხვადასხვა ფერებში მისი შეძენა მის ვებსაიტებზე და ამით დამატებით, რა თქმა უნდა, შემოსავალს იძენს მისი ბიზნესი გარდა დანებისა. დანის კასტომიზაცია შეიძლება ჭანჭიკის ყველა დეტალის, ასე ვთქვათ, გემოზე დაყენება, თუ როგორი პრეფერენცია აქვს ადამიანს. ტიტანიუმის სახელური საკმაოდ 200 გრამის სიმძიმე ამ დანის არ იმჩნევა და XM24 სახელური საკმაოდ კარგად ზის ხელში. კლიპსაც, ასე ვთქვათ, ნორმალურია, აქ ლოკბარ სტაბილაიზერი გვაქვს დაყენებული ჰინდერერის. ყველაფერი კარგად არის შეკრული. ზოგისთვის შეიძლება ეს დანა დიდი იყოს და XM18 ურჩევნოდეს მოდელი 9 სანტიმეტრიანი ფოლადით. თუმცა ჩემთვის აქ ფოლადი არ წარმოადგენს არანაირ დანის სიგრძე და წონა, ფოლადის სიგრძე არ წარმოადგენს პრობლემას, ჩემთვის უფრო ფოლადის გეომეტრია და სტილი. მე უფრო ჩემი პირადი არჩევანია და მირჩევნია ასეთი ტრადიციული სტილის ფოლადები ნებისმიერი უნივერსალური ჭრებისთვის და საკმაოდ კარგად ვიყენებ ამას. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, გემოვნება
არ მიყვარს სერატიული ხრახნები დანის ფოლადზე, ჩვეულებრივი კლასიკური სტილის. ამიტომ ჩემთვის ასე ვთქვათ, ამ დანაზე მინუსი ნაკლი იქნება თვითონ ეს Warncliffe ფოლადი, მიუხედავად ის, რომ ძალიან პოპულარულია ეს ფოლადის სტილი დღეს იუზერებში, ჩემთვის არც თუ ისე მისაღები და მოსაწონია. საბოლოოდ კარგი დანაა, როგორც ყოველთვის Made in USA საუკეთესო ხარისხით აწყობილია შეერთებულ შტატებში.